ტყის ხანძრები გამოყოფ შავ ნახშირბადს, რომელსაც ზოგჯერ ჭვარტლს უწოდებენ. ეს არის ნაწილობრივ დამწვარი მასალის უმცირესი ნაწილაკები და ჩვენ მათ ვსუნთქავთ. ისინი იმდენად მცირე ზომისაა, ზოგი მათგანი ჩვენს ფილტვებსა და სისხლ ძარღვებში ხვდება. ასე რომ, რესპირატორული ზემოქმედება შეიძლება საკმაოდ სწრაფი იყოს. მაგალითად, განვითარდეს ასთმა და ფილტვის კიბოწკი. ნაწილაკებს გავლენა აქვთ თითოეულ ორგანოზე, რაც იწვევს გულის შეტევას, ინსულტს და გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციასაც კი. And over the long term, even dementia. იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლით არა, მაგრამ ჰაერის დაბინძურებით ზარალდებიან, ხელისუფლება უნდა აფრთხილებდეს, რომ თუ გადაადგილება შეუძლიათ, აირჩიონ ევაკუაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, დარჩნენ სახლში, გაწმინდონ ჰაერი და არ ჩაისუნთქონ დაბინძურებული ჰაერი. კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება და ტყის ხანძრები მართლაც სასტიკი წრია. ჩვენ ვიცით, რომ ჰაერის დამაბინძურებლები სათბურის აირებთან ერთად გამოიყოფა. ეს იწვევს მაღალ ტემპერატურას და შესაბამისად უფრო მეტ ხანძარს. ჰაერის უფრო დაბინძურებას, მაგალითად შავი ნახშირბადით. ეს არის პლანეტის გაცხელება. ამიტომ უნდა მივხედოთ ჰაერის დაბინძურების სხვა მიზეზებსაც, როგორიც არის ტყის ხანძრები, რომ დაიწყოს ტემპერატურის დაწევა.